ერთგულება, მეგობრობა და მადლიერება. სწორედ ამ ღირებულებებს ეძღვნება კონცერტი, რომელიც ანსამბლმა ქართულმა ხმებმა ტელეკომპანია იმედის თანამშრომლებს მიუძღვნა. პროექტ მიმღერეს ფარგლებში ისინი მაყურებლის ნაცვლად ამჯერად იმ ადამიანებისთვის მღეროდნენ, ვინც ეკრანზე თქვენს საყვარელ გადაცემებს ქმნიან. დეტალები ლუკა ვადაჭკორიას სიუჟეტში. მიმღერეს ფარგლებში ანსამბლმა ქართულმა ხმებმა გადაწყვიტა განსაკუთრებული სურპრიზი გაეკეთებინა ტელეკომპანია იმედის თანამშრომლებისთვის. მათი ინიციატივით გაიმართა კონცერტი, სადაც შესრულდა არაერთი მუსიკალური ნომერი. აი ეს ადამიანები იყვნენ და გახდნენ ამ პროექტის საპატიო სტუმრები და მონაწილეობდნენ ამ პროექტში. და მათ გადაწყვიტეს, რომ იმედისთვის გაეკეთებინათ თავის მხრიდან პატარა საჩუქარი და ეს კონცერტი მოგვიძღვნეს. ჩვენ შევეცადეთ, რომ კეთილად შეხვედროდით და დავარიგეთ პატარა სუვენირები, სადაც აწერია, რომ იმედის მეგობრები. ეს არის ძალიან ლამაზი და კარგი ფაქტი ჩვენს ცხოვრებაში. იმის არაკლია ხარდაჭერა და ხალხის სიყვარული, მაგრამ ესეთი რამის გაკეთება ასეთი ძლიერი გუნდიდან და კოლექტივიდან არის საამაყო და მისასალმებელი. ამიტომ ახარებს ეს ამბავი და აი თქვენ ახლა უყურებთ კაცს უკან, რომ არის პროგრამა მათ მიერ წარმოდგენილი და ჩვენთვის კეთდება ეს პროგრამა. ასე რომ მადლობელი ვარ მათი და იმედი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ვიყოთ პირველები და მათ იმღერონ და ჩვენ ვაჩვენებთ. მგონია რომ ყველა იმედის თანამშრომელი იყო აღფრთოვანებული ამ ყველაფრით და რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო გვაყვარებს ჩვენ საქმესაც და ჩვენს ქვეყანასაც, იმიტომ რომ შეუძლებელია ქართულ ხმებს მოისმინო ბატონი თემურისის სიტყვები და არ იყო აღფრთოვანებული და ამაყი საკუთარი ქვეყნით. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული პროგრამა ერთგვარი მადლობის ნიშნად წარმოადგენდა საჩუქარს იმედის გუნდისთვის. თანამშრომლებისადმი, რომლებიც წლებია არხის მაყურებელს ყოველდღიურად საინტერესო და მრავალფეროვან კონტენტს თავაზობენ. ყველა ახალგაზრდა ძალიან კარგი ანსამბლები იძახიან, რომ თქვენით შევიყურეთ ქართული სიმღერა და თქვენს გამო ვართ ეხლა რასაც ვაკეთებთო და ნუ გიხარია ჩვენ და პრინციპში იმ პერიოდში როცა ჩვენ მოღვაწეობა დავიწყეთ, მართლა ასე იყო, რომ ძალიან თუ დღეში იყო ქართული სიმღერა, იმის გამო რომ ხალხს ეთყობა შეუყვარდით, მე ბევრი მიმბაძველი გამოგვიშთა და როგორც კი ამბობენ ერთი მერცხლის ჭიკჭიკმა გაზაფხული ვერ მოიყვანს ერთი მეცხლის ჭიკჭიკი, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ რომ მოგვეყანა. ყველაზე ასე ვთქვათ კრიტიკოსი აუდიტორია ყავდა, იმიტომ რომ ყველა მუსიკოსი იყო და ყველა მომღერალი. ყველა ძალიან ნიჭიერები და ასე ვთქვათ უფრო მეტი ემოციით და უფრო მეტი დატვირთვით მოგვიწია ჩატარება. პროგრამის ისედაც რთული პროგრამა არის ძალიან, მაგრამ მე მგონი მოეწონათ და მაყოფილები იქნებიან, არ ვიცი. ემოცია მოდიოდა გულიდან განსაკუთრებით. რომ სიტყვები ცოტა რთული არის, რომ გამოხატო ის ემოცია, ისევე როგორც თითოეული ადამიანი ვის ესწრებოდა ამ ზეიმს, ნიჭიერების ზეიმს, ზოგადად ქართული ხმების მოსმენა, მათი რეპერტუარის, ამ საოცარი ხმების და ადამიანების არის უდიდესი ბედნიერება და დღევანდელი ფორმატი კიდევ განსხვავებული იყო, ლიტერატურული, ისტორიული ექსკურსი, ქართველური ჩვენი იდენტობის აი ეს ფასეულობები რაც გაგვაჩნია ასე ლამაზად ამ ყველაფრის ესე ვთქვათ შეზავება მელოდიასთან და სიმღერასთან არის საოცრება. ფანტასტიკური საღამო იყო. მე ველოდებოდი რაღაც კონცერტს და კონცერტთან იყო რაღაც შემეცნებითი ლექცია, ოღონდ მოსაწყენი არა. სიმღერით, მუსიკით, ლამაზი ხმებით გაჯერებული. როგორ თქვა, კონცერტ ასე ვთქვათ ლექცია. რომელიც ამ ხალხმა შემოგთავაზა ამ ქართულმა ხმებმა. ესენი ხო საერთოდ გენიალური მომღერლები არიან და საერთოდ ჩვენი ქართული ხალხის სიამაყე არიან, ეს გასაგებია, მაგრამ სულ სხვადასხვა რაღაცებს თავაზობენ. ხო ხედავთ თქვენ თვითონაც.
ქონა რა დატვირთული ვარ ემოციები. ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის ტელეკომპანია იმედისთვის, რომ ჩვენ ყავს ისეთი მეგობრები, როგორიც თქვენ ხართ. ქართული ხმების შესრულებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მუსიკა საერთო ენაა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს.